მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ არხმონინ დრაივზე, მე დაჩი ვარ. გარედან მინდოდა ვიდეოს გადაღების დაწყება, მაგრამ როგორც ყოველთვის, ისო საცობში ვიდექი ნახევარი საათი და უკვე აღარ მქონდა გარეთ გადასვლის სურვილი, შესაბამისად. ახლა ჯერ საწოლს ჩავასხავთ და მე დავიძრებით უკვე გიოსკენ. სათაურიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ დღევანდელი ვიდეოც ეძღვნება ჩემს 66-ს. შევიძინეთ რაღაც ნაწილები, რაც გიოსთან არის უკვე. და ადგილზე რომ მივალთ უშუალოდ გაჩვენებთ. თან ნახოთ რა კონდიციაში არის მანქანა, რა სამუშაოები არის დარჩენილი და ამის შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით უკვე შემდეგი ლოკაციიდან. მოვედით ახლა ბენზინს ჩავასხავთ მოკლედ და შემდეგი გაჩერება გვექნება უკვე გიოსთან. შესაბამისად არ დაგავიწყოთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა. რადგან ერთადერთი რამ არის რაც мотиваციას მაძლევს რომ გადავიღო მეტი და მეტი ვიდეო. თქვენ კიდე გაინტერესებთ ესეთი კონტენტი, შესაბამისად მეც ვაკეთებ. რაც დაგჩენიათ არის ეგ ერთადერთი ვიდეოს ლაიქი და არხის გამოწერა. ახლა მოვა ჩემი რიგი და ჩვენც დავიძრებით უკვე ვიდეოს მიმართულებით. შესაბამისად დღეს არაფერი არც პერფორმანსის კუთხით ნაწილი არ გვიყიდია, არის სრულიად ტექნიკური ნაწილები, რაც უკვე გიოსთან რომ მივალთ გეტყვით, რატო დაგჭირდა და რატო მოგვიწია ამ კონკრეტული ნაწილების ყიდვა, ასევე რატო დავიზღვეთ თავი რაღაცეებში. მოვედით გიოსთან ახლა მანქანას გავაჩერებ და შევვარდეთ შიგნით. აქ კიდე სულ ხარი არის და გადასაღებად ყველაზე ცუდი პირობები არის მაგ კუთხით. იმედია ნორმალურად ისმის ახლა მაინც ჩემი ხმა. ამოვედით გიოსთან. გიოს ტელეფონი არ ჩერდება, მაგიტო ცოტახანში გიოსაც გაგასაუბრებთ უბრალოდ მანამდე. ეს არის ჩვენი ძრავი თავის გადაცემათა კოლოფით. უბრალოდ ეს გადაცემათა კოლოფი არის ჩემი მანქანიდან მოხსნილი, რომელიც არის 2-დან 2-ის. თავისი ცეპლენი. სეპლენიაც გვიყენია 2 და 8-ის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ძრავი არის 3-დან 2, მოკლედ თან პლუს აქაც ნახეთ თუ დააკვირდებით ესენი დამუშავებულები არის. აქეთ ხარის ყვირევს ჩვენი ხარის 3-დან 2-ის გადაცემათა კოლოფით, თავისი სეპლენით და ყველაფრით. ნუ გეუკეთესად გვეტყვის რა როგორ არის. გამოვედით გიოსთან. უნდა მოვასწინო კიდე ცოტა ხანი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა კაი გამოხმაურებისთვის. დაჩი კარგი ბიჭია და ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ჩემი თხოვნა რომ დაჩის არხი გამოიწეროთ, რათა უყუროთ კაი პროექტებს, დაჩის ძალიან დიდი პროექტები აქვს წინ და ძალიან კარგი ვიდეოები გვსპირდება და ამიტომ თუ არ გინდათ გამოტოვოთ კარგი ვიდეოები, გამოიწერეთ დაჩის არხი, გააქტიურეთ ზარეზღილაკირო, რომ დადეთ ვიდეოს, აუცილებლად გამოჩნდეს თქვენთან. ეხლა რაც შეეხება დაჩის მოტორზე ეყენა 2-დან 2-ის კარობკა და ჩვენ რო 3-დან 2 ძრავს ვდებთ, 2-დან 2 კარობკა ცოტა სუსტი არის და ელასტიკური მუფტა ძალიან პატარა აქვს და რბილი არის და რეზინა არის, რომელიც მალე ფუჭდება. სეპლენიაც შესაბამისად ეყენა 2-დან 2-ის პატარა. ჩვენ ვიყიდეთ 3-დან 2-ის ყველაფერი, კარობკაც, მახავიკიც, სეპლენის დისკიც, პლიტაც ყველაფერი ვიყიდეთ 3-დან 2-ის და დავაყენოთ 3-დან 2-ის, რომ უფრო გამძლე იყოს 2-დან 2-თან შედარებით. და ის ეგრევე დგება ყველაფერი სამაგრები აბსოლუტურად არაფერს გადაკეთება არ მოუწევს თან. არაფერს გადაკეთება არ მოუწევს. ამიტომ ეხლა მაგ პროცესში ვარ. აი მაგალითად რო გითხრათ, ეს არის 2-დან 2-ის კარობკა, ეს არის 3-დან 2-ის კარობკა. აი ეს ელასტიური მუფტა ბევრად დიდი აქვს 3-დან 2-ს, ვიდრე 2-დან 2-ს. ესა 2-დან 2-ის პატარა არის, უფრო რბილი არის, აი როგორ დადის, ეს უფრო დიდი და უფრო გრუბი არის რა. შესაბამისად ამას უკვე გლეჯვა დაწყებული ქონდა აგერ, აი ძაფები აქვს გამოყრილი და ეს მაინც შესაძლებელი იყო და საერთო ჯამში დიდ დატვირთვებს ეს პატარა ელასტიკური მუფტა ვერ უძლებს და ჭირდება ესეთი დიდი ელასტიკური მუფტა, რომელიც აქვს 3-დან 2-ს და 2 და 5-ს უყენია. ზოგ 2 და 5-ს უყენია პატარა, მაგრამ არის 2 და 5-ები, რომელსაც ეს დიდი ფლიანეთი აქვს და დიდი ელასტიკური დგება. ამიტომ რახან ეს მანქანა ამ მანქანაში 3-დან 2 უნდა იყოს ძრავი და უნდა აწვალოს დაჩი, დიდი უნდა დავაყენოთ შესაბამისად კარობკის კბილანებიც უფრო გამძლე არის ვიდრე 2-დან 2-ის კბილანები და გადავწყვეტეთ 3-დან 2-ის გვეყიდა ყველაფერი. რომელიც ვიყიდეთ და ვამონტაჟებთ ახლა მოტორზე.
დავამონტაჟებთ ძრავზე კოლოფს და მე ერთიანად ჩავდებთ მე ძრავს კუზავში და მე დავაერთებთ ელექტროობას და ყველაფერს. ამიტომ ახლა მუშა პროცესში ვართ. და მაგ პროცესებს რა თქმა უნდა გაჩვენებთ ნელ-ნელა. ხარემ დაყენის პროცესს რაღაცებს გადავიღებთ და მაგის კადრებიც იქნება ვიდეოში. შესაბამისად, როგორც გეომთხარ, დავაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდით. ამაზე ცალკე ისტორია მაქვს აქ აი. ეს კაბელები რომ აქ გადაჭრილი. აღმაშენებელზე მოვდიოდი. მაშინ არ მახსოვს, გონი რაღაც გაკვეთილიდან მოვდიოდი და უცბად მანქანამ დაიწყო სიგნალი თავისით. ხა განახებთ კიდე რეალურ მიზეზს რატომაც დაიწყო ეგ. დღეისაჭე ხომ მიყენია. ესაჭე არის ჩემი დაყენებული. ხო და როგორც ჩანს ეს თვითონ გული რაც აქვს ამას დასასიგნალებელი. რო დავაყენე როგორც საჭირო იყო. არ მუშაობდა და მე რაღაცნაირად ოდათ ჩავპრესე და მე დაიწყო მუშაობა და ალბათ მაშინ ხა რეალურად რამოდენიმე წამის ამბავი იყო და ფიზიკურად ვერ დავიწყებდი იქ გაჩერებას და დაშლას რამ გამოიწვია ეგ, მაგრამ აუდექი და პირდაპირ გადავჭერი სიგნალის ეგრეთ წოდებული კაბელი, რომ რამენერით გამიჩვენებდნენ. თორე თან ხალხიც დავაბნიე ეს უბრალოდ სიგნალი დაიწყო მანქანამ და თან უწყვეტი და მოკლედ ამ კაბელებზე ეგ ისტორია გამახსენდა. პლიტაც დავკეცეთ. მაგდაკეცოს ზოგადად ის საკეთებენ ხოლმე. თავიდან ახალი როცა არის დაკეცილი არის, ანუ დაკეტილი არის რა, მოყვება თავის კუჩი, რომ დავაყენებ, მოუშვებ და პლიტა აწვევ. როცა უკვე მეორადი არის და ნახმარი რომ მოხსნი, სანამ დააყენებ, ისევ და დაკეცო, დააყენო რომ მე ერთიანად მიპრესოს. და რომ მოხსნი დააყენებ, არასწორად დგება და ჯობია ისევ დაკეცო და თავიდან დააყენო. და დადგეს თავისად. ესე იგი მზადა ეხა დასყენებოთ, ხო? გიოსთან ახალი ბინადარი შემოემატა თავის VIP სავარძელით და თავის VIP ფიალით. ესაწყალი პატარა ლეკვიც გადაარჩინა გიომ და ეხა თავისთან ყავს როგორც დანარჩენები რა და ესეც მალე გაიზრდება ამასავე და ესე გაიგდება დაიძინოს მე. წინა პროცესებს ვუყურეთ. ეგ იყო მზადება იმისთვის, რომ ეგ ყველაფერი ჩავიდეს ხა ამ მანქანაში. სანამ ჩავა, აქ ძველი დარჩენილი ნაწილები უნდა მოიხსნას. ლაპისია, პადმატორნია, განმოსახსნანი ამ ცოტათოვი იქნება.
შო და მოკლედ ესენი რომ მოიხსნება, მე უკვე შევაკურებთ და დაიწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი დღევანდელი ვიდეოსი. სხვადასხვის დღეს საერთოდ ვფიქრობდი, რომ ამდენი რაღაცის გადაღება გამოგვივიდოდა. მოკლედ თქვენ რაც დაგრჩენიათ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა არის. აქეთ ხარის აგეთ დემეტრე გვეხმარება. ძრავის თვითონ ბალიშებით რაზეც ჩდება, ისინი მოარგოიხა. ამის მერე კიდე დარჩა რამე უძრგები? ყველაფერი უნდა ვიღო და ჩავდოთ. აქეთ ამ ხარისაც ის თავისი ფეხი დადგება. არა, უკვე დგას ტიპში. დგას და ერთი საათი დარჩა მოხდა. და ვინმე აი მაგალითად ჭერის გაშავება, ან სტოიკების გაშავება, ეგრეთ წოდებულ თუ დაგჭირდებათ. დემეტრე აკეთებს ძალიან კარგად და ნომერს დავტოვებ აღწერაში. და ძალიან კარგად ახარისხანით გაიგეთებთ მაგ სერვისს ასე ვთქვათ. რაც შეეხება ჩემს ძავს კიდე უკვე უახლოვდება იქ გიო ხაძრავის სივრცეს აწესრიგებს და მოკლედ ამაც დავეხმარები ახლა და დაგიბრუნდებით უკვე შემდეგი ეტაპიდან. აქეთ ამ ხარეს უნდა დავახსნათ მერე ის კოლექტორი, რომელსაც გაჩვენებთ მერე მოგვიანებით. არის შმიდვენის კოლექტორი. ძალიან ლამაზიცაა და ყველაზე კარგ შედეგს ეგიძლევა ამ ძრავზე იდეაში. ну ეგ უკვე მორიგ სერიაში იქნება. ეხლა ამ კოლექტორებით, ანუ ეს არის თავისი ქარხნული კოლექტორი. ამეებით ჩავდგავთ და როცა ვიზუალური ნაწილი ზოგადად მოწესრიგდება, მე უკვე დავუბრუნდებით ამ კოლექტორებს და ჩავანაცვლოთ უკვე იმ კოლექტორით, რომელიც მე მინდა და მე ვფიქრობ და იმედია ვიშოვით ამ კოლექტორს. დარჩენი გიო მოაწესრიგა ეხლა ზოვის. ხოდა მოკლედ ამჯერად ნამდვილად უკვე შემდეგი ეტაპიდან დაგიბრუნდებით. დაუმიზნო უკან უნდა კიდე გაწევა წინა. ვერ ვახტუნებ. ეს ბასედება ეს კოშტეინის კუთხე რა. უკან მიდებით და უნდა დავსვათ და ტრაკი უნდა ავწვით. დაშვიდა ბო. უკან და აი იმენა იქნება. ზადანია შევასრულე. ძრავი შიგნითაობა. გულის გადანერგვის ოპერაციის ნაწილმა თავმოწმა კარგად ჩაიგდა რა. მოტორი ჩადებულია. დანარჩენი ახლა კაროკავდა მოვწიოთ, დავამაგროთ თავის ადგილზე, ეგეთ რაღაცები გავმართოთ და მერე ყველაზე მთავარი რაც არის ელექტრო. იმიტომ რომ
ამას სხვა ელექტროობა აქვს, მანქანას სხვა ელექტროობა აქვს და ბევრ რაღაც გადაკეთება გვიწევს. მაგალითად, ამ მანქანას აქვს ელექტროდროსელი, მანქანას აქვს მექანიკური დროსელი ტროსზე. შესაბამისად, ელექტროდროსელის პედალიო დავაყენოთ, თავის პრაუტკა გავიყვანოთ და ბევრი რაღაცა საჩალიჩუარი უკვე. ეგ ელექტროგაზის პედალიო იქნება თან ანუ აბარუტებზე სიმოქმედებს. ხო, ბევრად უფრო მგრძნობიარე არის ზოგადად. წინ ბევრი თავგადასავალი გველის. აი ეს ყველაფერი. აი ეს ყველაფერი და შევაერთ. ამოვიდა? მაიც. ოდრავ კიდე ხო? გონე იყო. ხუთი არის როგორც ასეთი წესი. აჰა, უსტაპო, მივაყ. კარგანი? 17-იანი პლუს 17-იანი არა, 17-იანი. 17-იანი არა, 18-იანი. სასტავი მოходит? აჰა, ამან იცის რომ იქ უფრო კაი საჭმელი. კიო, ძრავი ჩაიდო, ესე იგი საბოლოოდ, ხო? კი, ძრავი ჩაიდო. ეხლა კაროკას ვამაგრებთ, კაროკის სამაგრები დავაყენეთ. კარდანს დავაყენებთ და მერე უკვე მექანიკურად ზევიდან ელექტროობას გავმართებთ. და დაიქოქება, ხო? ხო, ოდესღაც დაიქოქება. ოდესღაც დაიქოქება. ნუ იდეაში. მალე დაიქოქება. მაშინ ესე გავაკეთე. შემდეგი ეპიზოდი დავუთმოთ უკვე დაქოქვას და განჩენადებს რა. კი ბატონო. აუცილებლად უნდა დავაკეთოთ ვიდეო და შემდეგი ეპიზოდი უფრო მალე იქნება. შესაბამისად, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. ესე იგი, ამასობაში დაგვიღამდა უკვე გვიანი არის. დღეს პროცესები კი ნახეთ, გაჩვენა ჩვენი ახალი ნაწილები, რაც დაგჭირდა უკვე ჩვენი ძრავისთვის. ყველაფერი დაყენებული არის ახლა მექანიკური მხარე, რაც იყო საჭირო რეალურად. ნუ ძრავი ჩადებული არის უკვე როგორც ნახეთ პროცესები. ნუ ქვემოთ რაღაც სამაგრები რაც იყო, ყველაფერი დაყენებულია უკვე. შემდეგი ეტაპი, როგორც გიომ თქვა, იქნება ელექტროობა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას რეალურად მაინც გადაკეთება ჭირდება და ამ გადაკეთებას, რა თქმა უნდა, თავისთავად დრო. შესაბამისად, იმედია ამ კვირაში მოესწრება და გავიგებთ უკვე ამ მანქანის ხმას ახალი ძრავით. რაც შეეხება კოლექტორს, კოლექტორი არ დამიყენებია ჯერ, იმიტომ რომ რაღაცებს ვაპირებ რეალურად, რასაც წინასწარ არ დაგასპოილერებთ. და მე ერთმანეთს რომ ხელი არ შეუშალოს, მოკლედ მსგავს საკითხებს უკვე შემდეგ ვიდეოებში ნახავთ. დღეისთვის კიდე სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ, ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. გეოლოკაცია იქნება აღწერაში, ასევე YouTube არხიც, რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება. თუ ხართ ისეთივე ადამიანი, ვინც არიცით, რომ გეოს აქვს არხი, აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოებს დებს. ხო, რაც შეეხება ამ მანქანას და ჩვენ არ მოგაკლებთ ვიდეოებს და შემოგთავაზებთ უფრო და უფრო
მეტ საინტერესო კონტენტს. დღეს კი მე ამ ავტომობილით გემშვიდობებით. ჯერ კიდევ დავუქოქავით, მაგრამ იმედია მომაგვალი ვიდეო სათაური იქნება, როგორ დავქოქეთ E26 ვაგონი. შესაბამისად, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვიდეოს დალაიქება. მე კი ამ ვიდეოთი გემშვიდობებით.